გამარჯობა ქალბატონებო და ბატონებო. მოგესალმებით პირველ რიგში ჩემს გამომწერებს და შემდეგ ყველას, ვინც მოусმენთ ამ ვიდეო ჩანაწერს. წინა ჩაწერაზე გითხარით, რომ დრამატული ისინი აღარ მინდა რომ მოგიყვეთ. იმიტომ რომ უფრო და უფრო მძიმდებოდა ჩემი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი რაღაცები გადამხდა ბავშვობის დროს. ანუ ყმაწვილი კაცობის ხანაში, ჯერ კიდევ როცა ბავშვური ასაკი აქვს ადამიანს, მასზე გაცილებით მძიმე იყო ჩემი ცხოვრება შემდგომში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჯერ თავს ვიკავებ ისეთი ამბებისგან, რომლებიც იცით, სხვაგვარად შეგახედებთ ცხოვრებას და შეიძლება ზოგს გული აუცრუდეს, მაგალითად, რომ ადამიანი იღწვის უკაცრავად თავისი ქვეყნისთვის, რომ რაიმე შექმნას და ეგრეთ წოდებული საზოგადოება მე არ მცხვენია ამ სიტყვას, რომ ასეთ ფორმაში მოიხსენიებ, როგორ უსწორდება ასეთ ადამიანებს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არავინ ისე არ ზულთო, პლატონი რო ამბობდა, როგორც სიმართლის მთქმელიო. როდესაც ჩემი მოთხრობები არის დაფუძნებული და ყველა წიგნი აბსოლუტურად, ესე იგი სიმართლეზე, ალა შეიძლება ეხლა რაღაც პატარ-პატარა ის, ხატრული თვალსაზრისით, აბა რეპორტაჟი ხო არ არის კაცო, ეს ხატრული ლიტერატურა რატო ქვია? მწერალმა იმით ფასობს ხატრული ლიტერატურა, ეს თავისი ხიბლი შესძინოს ამა თუ იმ წიგნს, თავის ნამუშევარს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს რაც იმ წიგნში წერია, ეს არ მოხდა. ყველა წიგნი აბსოლუტურად, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, მე რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი ეს, არის შექმნილი ნამდვილ ამბებზე. და სწორედ ეს ნამდვილი ამბები არის მიუღებელი საზოგადოებისთვის, ეს ყოველთვის ასე ხდება და საქართველოში ვამბობდი ხოლმე გამოხატულად არის ეს ამბავი მეთქი, მაგრამ შეიძლება ვცდები კიდეს, იმიტომ რომ მე საქართველოში დავიბადე და აქ უყურებ ამ კუთხით, თორე ისე მინატრია ეხლა მე რომ მაგალითად სხვა ერის შვილი ვიყო მეთქი, მაგალითად ისეთები, რომლებიც ერთმანეთს ხედავენ და ხელს უწვდიან, იქაც ასე დამემართებოდა მეთქი და ყველგან ასეა, მე მგონი მეტნაკლებად. ასე რომ ჩვენთან შეიძლება ეს მეტად არის გამოხატული. როდესაც ადამიანი რაღაც გზას ირჩევ და არ იცი ის გზა, რას გიქადის, იმიტომ რომ შენ არ გყავს გვერდში მდგომი, არ გყავს დამრიგებელი, ეს ბევრჯერ განვიხილეთ ჩვენ და გავიარეთ ეს გზა, ძალიან ძნელია შემდეგ შედეგებზე იმსჯელო და იქ უკვე დამდგარ შედეგზე გამოსავალი ეძებო. წარმოიდგინეთ, ესე იგი, არ იცი რა შედეგამდე, ზოგადად ეხლა ადამიანებმა არ ვიცით რა რით მთავრდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა დაახლოებით ზედაპირულად მაინც შეუძლია იცოდეს ადამიანმა ის გზა სად მიიყვანს. მე ეს არ ვიცოდი. ხშირ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სანამ ჩამოუყალიბდებოდი და შემდგომში, როდესაც მე უკვე ჩამოუყალიბდი, მაშინ უკვე ვთქვათ, მოდი პირდაპირ საზოგადოებასთან, იმ ეგრეთ წოდებულ საზოგადოებასთან, დიახ, უკვე აღმოჩნდი დაპირისპირებული თავისთავად. და რატომ იცით? იმიტომ რომ ისინი სხვაგვარად ცხოვრობდნენ, სხვაგვარ პირობებში იყვნენ აღზრდილი, სხვაგვარად ფიქრობდნენ, სხვაგვარი წესი ჰქონდათ იმათ ყოველდღიურობაში, ესე იგი, სხვაგვარად გამოხატავდნენ თავიანთ არსებობას და მე სხვა წესები მქონდა. ეს ზოგიერთი,
რა თქმა უნდა, რჩევით მოქმედებდი, მაგრამ ჩემი უფროსი მეგობრების, მაგრამ ყოველთვის ესე არ ხდებოდა. ვიყავი ზოგჯერ საიტნოტში, როგორ გადამეწყვიტა, რა გამეკეთებინა, რა გზას დავდგომოდი, ესენი არ ვიცოდი და ხშირ შემთხვევაში ისეთ იმაში მიხდებოდა გადაწყვეტილების მიღება, რომ ქაოტურ სიტუაციაში რომ არ ვიცოდი მე მაგალითად გამოსავალი რა იყო ზუსტად და ინტუიციით რაღაც იმით ამით რაღაცნაირად ვახერხებდი ამ ყველაფრის თავის გართმევას. მე ხა ძირითადად იმიტომ საუბრობ ამას რომ კარგი იქნება იცით რომ ახალგაზრდებმა მოისმინონ ჩემგან ის იმიტომ რომ როდესაც მე ისეთი ამბავი უნდა მოვყვე დღეს რომ როდესაც ადამიანი გვხვდება, შეიძლება ის კარგიც აღმოჩნდეს და ცუდიც. ხშირ შემთხვევაში ადამიანი ცუდი აღმოჩნდება ხოლმე, გააჩნია, ესე იგი რა მომენტი, ხა მე კარგს გიყვებით და კარგ ადამიანებზე გიყვებით, თორე ცუდი იმდენი შემხედრია, რომ უამრავი და მათ შორის ხა მე კიდევ ვიმეორებ რა ამბავსაც ახლა მოვყვები. აი ეს უნდა იყოს მაგალითი ბავშვებისთვის, აი მოზარდებისთვის და ყმაწვილებისთვის, რომ განსაკუთრებით ისეთებისთვის, რომლებსაც მარტო უხდებათ გადაწყვეტილების მიღება და არიციან როგორ და რანაირად გართვან ცხოვრებას თავი. ერთ რამეს ვეტყოდი, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. გამოსავალი დამოკიდებულია შენს პირველ რიგში, ნუ რა თქმა უნდა აზროვნებაზე და მეორე და განუყოფელი შენ აზროვნებას უნდა ახლდეს სიმამაცე. სიმამაცე თუ არ ახლია და შიშობ რომ ვაიმე ეს როგორ და ის როგორ და ეს როგორ და ის როგორ შენ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ. აი ეს სიმამაცე რა ხდება იცით? აი როდესაც ქრისტე უნდა ეცვათ ჯვარს, მე გეტყვით ახლა შეიძლება თქვათ რომ აი მე არა მაქვს იმდენი რა ქვია გამბედაობა და ასე და ისე და ვაიმე და უიმე და ზოგს შეიძლება ეშინია. და მე ახლა გეტყვით ერთ მაგალითს, სახარება არის ჩვენი გზამკვლევი ცხოვრების. ამას კარგი იქნებოდა ადრე მივხვდარიყავი და უკეთესად წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება. ამიტომ მე გეუბნებით ეს წიგნი არის ჩვენი ცხოვრების გზამკვლევი, რადგან ის არის ცხოვრების კანონზომიერება. იქ აღმოაჩენთ ცხოვრების კანონზომიერებას, რა გზა როგორ ბოლოვდება და რა ხდება ასეთ შემთხვევაში. იქ აუცილებლად ნახავთ. აი არის ასეთი მომენტი, როდესაც ქრისტე გამზადებულია, რომ ჯვარს უნდა აცვან. და ამის სამზადისია ამბობს უფალი ეს ერთ-ერთი მომენტია მამაო ამაცდინე სასმისი თუ შეგიძლია მიაქციეთ ყურადღება რომ ამას ამბობს განკაცებული ღმერთი რომელიც ადამიანური ბუნებით ანუ ჩვენი ხორცით არის შემოსილი აი ადამიანური ხორცით. ეს ხო ჩვენი სკაფანდრია, ეს ადრე თუ გიან უნდა გავიხადოთ და გადავაგდოთ და რჩება ის, რაც ის ასტრალური სხეული, რომლითაც ჩვენ ფაქტიურად დედამიწაზე გამოგვაგზავნა ღმერთმა და შეგვმოსა ამით და გარკვეული ხნის შემდეგ ეს სამოსელი უნდა დავტოვოთ, იმიტომ რომ ეს სამოსელი გარკვეული დროის შემდეგ უვარგისი ხდება. ანუ ყველა ადამიანი ბერდება და მიახლება სიკვდილს და სიკვდილის შემდეგ გრძელდება ცხოვრება. ეს ამას ყველა დიდი მოაზროვნე აღიარებს და ეს უკვე აღარ არის ესე იგი განსახილველი თემა, იმდენი მტკიცებულება არსებობს ამაზე. ახლა სიმამაცესთან დაკავშირებით დაუბრუნდეთ იმას, რაც მინდა რომ ყმაწვილებს უთხრა თუ ვინმე უსმენს ჩემს იმას, რა ქვია ამ ჩანაწერებს ნახავ და იქ რომ მე მონასტერში რომ წავედი კი შეიძლება ვიღაცაზე ძლიერი ვიყავი და ვიღაცასთან რაღაცა მაგრამ როდესაც მარტო რჩები ტყეში და ღრეში და იქ გარეული ცხოველების გარშემორტყმული
და თოვლით მეტრანახევარი და 2 მეტრი თოვლია და ეს უკვე აღარ აჭრის შენი ეს სიმაგრე და ის რაღაცა ვიღაცასთან შეიძლება მაგარი ხარ და ძლიერი და თქვენ როგორ ფიქრობთ მე არ მომიხდა შიშის დაძლევა იქ რა თქმა უნდა მომიხდა და რამდენიმე თვის განმავლობაში აი ზუსტად ამ ბრძოლას მოუნდი გარკვეული თავიდან უფრო გამიჭირდა ყველაფერს ეჩვევა ადამიანი და გეტყვით ახლა როგორ არის ამ ამბავთან დაკავშირებით, როდესაც უფალი იესო ქრისტე ეუბნება მამაო, ამაც დინე სასმისი თუ შეგიძლია. რას ნიშნავს ეს? მან იცის რაც ელის, მან იცის რომ წამება ელის, მან იცის რომ ჯვარცმა ელის და ადამიანური ბუნებით შეხაღადებს მამას რომ მამაო, ამაც დინე ეს სასმისი თუ შეგიძლია. და ძალიან მოკლე ხანში, ალბათ რამდენიმე წამში ძალიან ცოტა ხანში უცბად ამოსდის ბაგედან უფალს ასეთი სიტყვები იყოს ნება შენი ვითარცა არის. ანუ ის რაც გარდუვალია არასოდეს არ არის საშიში. მე წინა იმაზე ვისაუბრე რომ ქრისტიანისთვის თავარი არის სიკვდილის ძლევა. და სიკვდილის ძლევა ზუსტად ადამიანის ცხონება. სიკვდილს ძლევენ ადამიანები და ეუბნება ამაზე უფალს, ნუ გეშინია მათი. უფალი ეუბნება ადამიანებს, გვეუბნება ჩვენ. ნუ გეშინია მათი, ვისაც თქვენი ხორცის მოკვდინება შეუძლია, გეშინოდეთ მისი, ვისაც თქვენი სულის მოკვდინება შეუძლიაო. ანუ ისე მოხდება როგორც არის და ამიტომ აი რუსთაველიც ამბობს შიში ვერ იხსნის სიკვდილსაც ცუდია დაღრეჯილობაო. საქმე იმაშია რომ შიში არის გაუმართლებელი რამ. მშიშარა ადამიანი სასუფეველში ვერ შედის. ამიტომ აი უფლისის ნათქვამი რომ ამაცილე სასმისი თუ შეგიძლიაო და შემდეგ იყოს ნება შენიო იმ წამსვე წარმოთქვა ვითარცა არისო ეს სახარებაში ნიშნავს იმას რომ შიში არის დაძლევადი. გესმით? კარგად მომისმინეთ. შიში არის დაძლევადი. შენში უნდა დაძლიო ეს შიში. ხო გინახიათ? არსებობენ მამაცი ადამიანები, არსებობენ მშიშარა ადამიანები. იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც ალექსანდრე მაკედონელი ერთ-ერთ ციხეს მიადგა და ვერ იღებს ვერაფრით რამდენიმე თვის განმავლობაში ალყა აქვს შემორტყმული და ბოლოს ისე ხდება რომ მისი მეომრები კიბეებს რო ჩამოკიდებენ ამ კედელზე და აიჭრებიან ამ კედელზე, იქიდან ატყდება ისრები, შუბები, ქვები, 1000 რაღაცა და უგდებენ ამ კიბეებს და ვერაფრით ვერ გადავიდნენ ამ ციხეში. ციხეში სადაც 30,000 მეომარია მარტო და წარმოიდგინეთ ისედაც არის ჩვეულებრივი მოსახლეობა. უზარმაზარი ციხე ქალაქია და ალექსანდრე მაკედონელი ერთხელაც აიღებს ამ გრძელ კიბეს, რომელიც იმ კედელზე უნდა ჩამოკიდოს და იპოვნის რაღაც მომენტს, ადგილს და გაიქცევა ჩამოკიდებს ამ კიბეს და აიჭრება ამ კედელზე და მოექცევა ამ კედლის სათავეში. ნუ ეხლა დაინახეს რომ მეფე აიჭრაგასო და მთელი ყურადღება წარმოიდგინეთ 30,000 მეომარია შიგ. გადავიდა ამ კაცზე მარტოდ კედელზე მეფე, გესმით? და ხდება ასეთი რამ რომ ეძახიან ალექსანდრე დაბლა გაუფინეს მთელი ისინი მაღალი კედელია და ეძახის თავის მეომრები ალექსანდრე გადმოხტი, იმიტომ რომ მთელი სეტყვასავით ეს ისრები, შუბები, მთელი ყველაფერი ამის წინააღმდეგ მოდის და ეს იფარავს ამ დიდი ფარით და თან იქ თუ ვინმე მიუახლოვდება აგდებს იქიდან იბრძვის ესე თანხმალი ნახვილი უჭირავს ხელში და ეძახიან გადმოხტი და მემატიანე გვამცნობს რომ ალექსანდრე ზომავდა ადგილსო მაღლიდანო რამ სიმაღლე იყო ეს კედელიო რომ და ხალხს უკვე ეგონა თავის მეომრებს რომ ალექსანდრე კიბე გადმოგდებულია ვერავინ ვერ უშველის უკვე იქ მაღლა არავინ არ არის მეფეა გასულ და ჯარი დაბლა დგას
და ამ დროს ალექსანდრემო ამბობს მემატიანე ისტორიკოსი გვამცნობს ასეთ რამეს, რომ ისკუპა, მაგრამ ციხის გარეთ კი არ გადმოხდა, ციხეში გადახდა. ეს უკვე სიგიჟე იყო. იმიტომ რომ ციხე, სადაც 30,000 მეომარია, იმ ციხის შუაგულში სადღაც ხტები, კაცო. ეხლა ალექსანდრე კუთხეში დადგა და იბრძოდა და მას ესეოდა მთელი ეს ამყრდენი ხალხი, მაგრამ იმ კუთხემ უშველა დაიჭრა, ფეხშიცა ჩაჩოქილი რამე და პტოლემაიოსმა მიუსწრო. ეს ის პტოლემეოსია, რომელიც ეგვიპტის სამეფო იმას დაუდებს სათავეს, როდესაც ალექსანდრეს თავის ესე იგი ალექსანდრეს სხეულს პერდიკას წაართმევს ერთ-ერთ მხედართმთავარს და წაიღებს და თავისივე დაარსებულ ქალაქში ალექსანდრიაში დამარხავს და ის სადაც ის განისვენებს ახლას და დაედება სათავე პტოლემეოსების დინასტიას, რომელიც მეფედ გამოაცხადებს ეგვიპტეში თავს და მათი ბოლო ესე იგი წარმომადგენელი იყო კლეოპატრა, რომლის სიკვდილის შემდეგ დასრულდა პტოლემეოსების დინასტია ეგვიპტეში. მაგრამ ეს რა შუაშია, ახლა უბრალოდ გაგაცანით ადამიანებს მინდა რომ ეს ახალგაზრდებმაც იცოდნენ ეს რატომ, რისთვის ავყვები, რატომ ყვები და ასე შემდეგ და ალექსანდრე ციხეში გადახდა, მიუსწრო ამ პტოლემეოსმა და მერე გადავიდნენ დანარჩენი ჯარები, იმიტომ რომ მთელი ყურადღება იმ მეფეზე იყო, იმ მეომრებისა გადატანილი, ამათ უკვე ჩამოჰკიდეს კიბეები, უკვე აცვიდნენ და პტოლემეოსმა მიუსწრო პირველმა, რომ მეფე უკვე ჩაჩოქილი იყო და ფაქტიურად სასიკვდილოდ იყო განწირული. როდესაც ალექსანდრეს უთხრეს მოგვიანებით, გადმოგცემს ისტორიკოსი, რომ არ შეგეშინდაო ციხეში რო ხდებოდიო? ალექსანდრემ ასეთი პასუხი გასცა, მხოლოდ გიშს არ ეშინიაო. ჩვეულებრივ ადამიანს ყველას აქვს შიშის გრძნობაო. როგორც ორი ბუნება გვაქვს ადამიანებს, კეთილი და ბოროტი, ასე გვაქვს სიმამაცე და შიში. შიში ყველა ადამიანში არსებობს, მაგრამ კიდე გეუბნებით, შიში დაძლევადია, თუნდაც სახარების იმ ადგილიდან. ასე რომ როგორც აი ვნებას უნდა ებრძოლოს ადამიანი, იმიტომ რომ ის ვნება მიუღებელია, მაგალითად იმ ვნებამ აგიტაცოს კაცი და შენ გათამაშოს როგორც თვითონ უნდა და სულს. ანუ შენ კი არ გემორჩილებოდეს შენი სხეული, შენს ფიზიოლოგიურ იმას მოთხოვნილებებს ემორჩილებოდეს შენ. ეს იგივეა, ფაქტიურად იგივეა შიში, ესე იგი გიპყრობს და აი როგორ აგიხსნათ, ესე იგი და ამ შიშს მიყვები ამ შიშს და ეს შიში ფაქტიურად მოქმედებს შენზე და შენ ხარ ლაჩარი. და როდესაც აი ამასაც იმორჩილებ, როგორც ის ვნებებიც უნდა დაიმორჩილო, რა თქმა უნდა, მაშინ შენ ხარ უკვე სრულყოფილი მამაკაცი, აქ ქალზედაც არის ლაპარაკი, მარტო მამაკაცი არ არის, მაგრამ მოდი მამაკაცს ვისაუბროთ, რადგან კაცი გელაპარაკებით და არის ახლა გამოუვალი მდგომარეობები, კიდე გეუბნებით არ არსებობს, არის ისეთი მდგომარეობები, რომელიც ახლა ბოლო-ბოლო კეისარი დამარცხდა, მაგან არ უნდა შეგაშინოს, მაგრამ გახსოვთ რა უთხრა კეისარმა თავის ესე იგი მე ვთქვი ადრე ეს მომენტი, როდესაც დამარცხდა კეისარი პირველ ბრძოლაში პომპეუსთან, მაშინ თავის მეომრებს უთხრა, მეგობრებო, ჩვენ შეიძლება დავმარცხდით, მაგრამ მოწინააღმდეგეს ჯერ არ გაუმარჯვიაო. ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება რაღაცა ცხოვრებაში წაიფორხილო ადამიანმა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფარხმალი უნდა დაყარო, უნდა მიეჩვიო წაგებას და უნდა მისცე ცხოვრებას იმის, აი როგორც ილია ამბობს, თუ თვალი მოუხუჭე წუთისოფელს, გაგთელავს ისე როგორც დიდოელი ლეკი თავის ნაბადსო. საქმე იმაშია, რომ არ უნდა მოუხუჭო თვალი, მუდამ ხიზლად უნდა იყო. ეხლა მე უნდა მოგიყვეთ ერთი ამბავი, რომელიც გაგრძნობინებთ თითოეულ თქვენგანს, აქ უფრო ახალგაზრდებზე მაქვს აქცენტი აღებული და იმას საუბრობ, თუმცა არც მოზრდილ ადამიანებს ავნებდათ ეს საუბარი. მე უნდა გამცნოთ ერთი რამ, რომ ადამიანს აქვს განსაზღვრული ენერგია
ადამიანი იმიტომ იძინებს, რომ მას დასვენება ჭირდება და თუ ის 24 საათის განმავლობაში ჩართული აქვს მას გონება და ყოველთვის ელოდება საშიშროებას, ამ შემთხვევაში ადამიანი იწვება და აი ასეთი იყო ჩემი სიყმაწვილე. მე დღისით ვკითხულობდი, ძალიან პატარა ვიყავი, მე ამას გელაპარაკებით, აი პატარა ასაკში ძალიან და ვკითხულობდი, ვარჯიშობდი, ვასწრებდი ყველაფერს გარეთ, ჩხუბსაც, იმასაც, იმ საქმეების გარჩევა იყო ხოლმე მაშინ ერთი ამბავი, ყველაფერს ვასწრებდი და როდესაც ადამიანები მიდიოდნენ სახლში და ჩვეულებრივად ოჯახებში იძინებდნენ მშვიდად, მე მოვდიოდი სახლში იქ არავინ მელოდა და მთელი ღამის განმავლობაში გონება ჩართული მქონდა, რომ ანეხლა შემომიწვივდებოდა მილიცია, ანეხლა შემომიწვივდებოდა პანჯრიდან, ან საიდანმე და აი ეს ამ ყველაფერს რომ ვერ გაუძელი, ამიტომ წავედი მონასტერში. აუტანელი მაგიტომ გახდა, რომ მე არ მქონდა სრულყოფილი ძილი, არ მქონდა სრულყოფილი დასვენება, ეს ჩემთვის უკვე გაუსაძლისი აღმოჩნდა. და რაზედაც მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, ეს არის ასეთი რამ. როდესაც ადამიანი მოდის შენთან და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რაიმეს გთავაზობს, ის ყოველთვის იქსია, შენთვის ამოუხსნელია მისი ფიქრი, შენს მიმართ რას ფიქრობს, ან დამოკიდებულება, ესე იგი, რა უნდა შენგან, ეს რა თქმა უნდა ამოხსნა. განსაკუთრებით, როდესაც მოდის შენთან შეძლებული ადამიანი და რაიმეს გეუბნება და რაიმეს ითხოვს შენგან და ამის სანაცვლოდ რაღაცას კპირდება, ის აუცილებლად თავის თავზე ფიქრობს და თავის საქმეზე და შენზე ნაკლებად ფიქრობს. ესეც მინდა რომ იცოდეთ და აი ეს საქმე, რასაც აი ეს ამბავი, უпростоრად რასაც მე ახლა მოგიყვებით, ეს ამის გამოხატულებაა. ჩემს უბანში, სადაც მე ბავშვობაში ვცხოვრობდი და რაც და როგორც ვცხოვრობდი, იცით უკვე ჩემმა გამომწერებმა, ჩემს სადარბაზოში ცხოვრობდა ერთი კაცი, რომელიც იყო აი ჩვენ დროს, ახლა ხო ვეძახით ჩვენ ბიზნესმენებს, ხო? მაშინ ბიზნესი არ ვიცოდით, ეხლა ჩვენ ეს წარმოდგენა არ ქონდა კომუნისტებს, ჩვენ დროს ეძახდნენ ამას ცეხავიკებს და საქმოსნებს. აი ეს კაცი იყო ჩემს სადარბაზოში, ეს არ იყო, არ ჩამოდიოდა იქ, არც ჭადრაკს თამაშობდა, არც კარს თამაშობდა, არც არაფერს არ თამაშობდა, კაცებთან არ ჩამოდიოდა, გაივლიდა, გამოვიდა, გამარჯობა, გაგიმარჯოს, რაღაცა, ეს კაცი ცოტა ესეთი თავის საქმით დაკავებული ადამიანი იყო და ფულიანი, რა თქმა უნდა. და შეძლებული ოჯახის პატრონი. ხო და მე ახლა ხშირად ვხედავდი, მე ახლა ვარაუდს უწევდი ყველას ვაკვირდებოდი, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება არ მაძლევდა ისეთ მოდუნების საშუალებას, რომ რაღაცას არ დავკვირვებოდი, რომ ყველა მხრიდან საშიშროება მელოდა. და კიდევ ამბობ, მე დამცველი არავინ არ მყავდა და საკუთარი თავისთვის მე უნდა მიმეხედა და მეშველა. ამიტომ კიდევ ამბობ ერთხელ, რომ მუდმივად ჩართული მქონდა ის გონების ის ადგილი, რომ რაღაც საშიშროება შეიძლება გამოჩენილიყო ძილშიაც და რა ვიცი, სიფხიზლეშიც და აი ეს იყო ჩემი სატკივარი, ასე ვთქვათ. და გამომიმუშავდა ეს და ადამიანებს ვაკვირდებოდი რამე, ის რას აკეთებს, ეს რას აკეთებს და ამანაც დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში, რომ მე ჩამოვყალიბდი მწერლად. თორე ყველა ფერი მიდიოდა იქით, რომ მე მუსიკას უნდა გავყოლოდი წესით, იმიტომ რომ კარგად ვფლობდი, ასე ვთქვათ და კარგი მუსიკოსიც ვიქნებოდი, რომ გავყოლოდი, ვთქვათ, მუსიკას. ხო და უბრალოდ ჩემი ცხოვრება ეწყო ისე, რომ სხვანაირად. ხო და ვაკვირდები ამ კაცს და თითქმის ყოველ დღე
საღამოს მოდის ამასთან ორი ადამიანი, ისინი თავიანთი მანქანებით, ეს ჩვენს ეზოში ხდებენ, კორპუსის ეზოში. ნუ სადაც ეს ფარდული აშენებული, სადაც ეს კაცები თამაშობენ, იმისგან მოშორებით. ანუ იმის ავტოფარეხთან ხდება ეს ამბავი. მოდის ორი მამაკაცი, ესენიც ნუ რაღაცა შემდეგ გავარკვიე, რომ აი ამის დარი ხალხია ეს რაღაცა ცეხავიკები თუ რაღაცა საქმოსნები და საუბრობენ ესენი 1 საათი, 2 საათი რაღაცა და მუდმივად ეს ხალხი კაცო ოფს იწმენდავს შუბლიდან, რაღაცა გაცხარებული ლაპარაკია და ერთმანეთს რაღაცას უხსნიან იმას. ხო და ვიფიქრე ახლა შეიძლება ნუ იმის ბრალია რომ ცხელა და ეს ხალხი რა ვიცი შეიძლება ამ სიცხის მიმართ ესეთი ის აქვთ რა და მე რო აგრილდა ვთქვათ მივაქციე ყურადღება კიდე უფლი მოსდის ამ ხალხს და კიდე უფლს იწმენდავენ ამ საუბარში მე იყო ხოლმე შემთხვევები რომ ესენი ადიოდნენ ამ არ ვიცი ალბათ როცა ოჯახის წევრები სახში არ იყვნენ თუ რა იყო რაღაც მომენტში ამათთან სახშიც ადიოდნენ ჩემს სადარბაზოში რომელიც ცხოვრობდა იმასთან ახლა იქ გრძელდებოდა ეს საუბარი ალბათ ნუ რაღაცა დაბლა რასაც ვხედავდი იმ ავტოფარეხთან ეს ერთი და იგივე მიმდინარეობს რა ვიცი თითქმის ყოველ დღე და ერთხელ ვიფიქრე რომ მოდი გვერდით გავუვლი მეც რაღაცნაირი ტიპის ბავშვი ვიყავი რა და დამაინტერესეს კი რაზე ლაპარაკობს ეს ხალხი ესე გაცხარებული ესე იქნება მოკრა რა ესე განა იმიტომ რომ ეხლა მე წარმოიდგინე რა დღეში ვარ მე რომ ესე იგი ის მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს რა ხდება ვინ არიან ესენი რას ლაპარაკობენ რა უნდა და რატო იწმენდნენ ესე უფლს და ჩავიარე იმათკენ ნელა და რა თქმა უნდა გაჩერდა ახლა ყველა და ჩემსკენ გადმოიტანეს ყურადღება და ამ ჩემმა მეზობელმა მითხრა მოდი ახლა ერთიო მივედი და შენ რა შვებიო კაცო ხო და რა შვებიო თორე არაფერს არ შვები რა უნდა გავაკეთო რა არ გინდაო რომ ბევრი ფული გქონდესო ეხლა ისეთ შეკითხვას მისვავს ეს კაცი რომ ვის არ უნდა ბევრი ფული გქონდეს კაცო ცხოვრებას ვიწყებ ეხლა მე ჯერ არაფერი არ ვიცი ხო და როგორ არ მინდა მეთქი წამოდიო და ამიყვანეს სახში თავისთან ამ კაცთან ესენი წამოვიდნენ ეს ორი მოკლედ ერთი საქმეაო ძალიან დიდ რამეს არ წარმოადგენსო შეიძლებაო ერთიო, თვეო, ჩაქსვანო ციხეშიო, მაგრამო ჩვენ გამოგიყვანთო და როგორც გამოხვალო 50,000 მანეთს მოგცემთო და წადიო ძმაო საქართველოსთან და იცხოვრე შენ იმაზე როგორც შენ გაგიხარდებაო. რა საქმეა მეთქი მე ვთქარ. აი წარმოიდგენთ ახლა უპატრონო ეკლესიასო, უმერთმა მაპატიოს ესეთი გამოთქმა არსებობს. ეშმაკები დაეპატრონენო, როცა ხედავენ რომ უპატრონო ხარ, გამიგებ? ის უკვე ისეთ რამეს გავალებს, რომ სათავისოდ მეთქი, მე წაუმძღვანე ამას. ხო და რა საქმე არის მეთქი მე ვთქარ. ჩვენ სადაც აგვაქვს ეს ცეხებიო. იმ რაიონში გამოგიგზავნესო ძალიან ცუდი რაიკომის მდივანიო და ხელს გვიშლის მუშაობაში. და ახლაო ერთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რა ჩვენ როგორ მოვიშოროთ იმას ვფიქრობ, რა გიმხელთო ამას, რადგან შენ გინდაო ფულიო და ხარ წამსვლიო, ამ ფულის ამბავშიო, ხო წამსვლელი მე ვთქვარი გააჩნია რაზე და ეხლა რას მთავაზობთ ეხლა მე რა ვიცი, ფულზე წამსვლელი ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ფული კი ვის არ უნდა შენ ადამიანი არ მინახია მე რომ არ უნდადეს გაიცხოვრება ხო და წარმოიდგინეთ რომ მაინც პატარა ვარ ესე არ ვაფასებ ეს ღირებულებები არ მაქვს ჩამოყალიბებული ჯერ არ ვიცი არაფერი ის ეს და ნუ გამიგეთ ასეთ მდგომარეობაში ვარ და მეუბნებიან რომ ჩვენო მობილიზებას გავაკეთებთო ჩვენ დაურეკავთო რაიკომის მდივნის ცოლსო გამოიყვანთო
ვითომ ქმარი იბარებსო, მაშინ ახლა მობილური ტელეფონები და ის ხო არ იყო და ნუ ეს და რომ დავინახავთო რომ მდივანი გამოვაო შენობიდან რომ მაშინ დაურეკავთო და მდივნის შორს გამოიძახეთ როგორც მოვაო ჩვენ განიშნებთ შორს ვიქნები მობილიზებული გვეყოლება ფოტოგრაფები და ყველა იმიდან გადაგიღებენ შენ ეს ქალი უნდაო რაიკომის კიბეებზეო დაეჭიდო და დიდი ბოდიში ქალბატონებთან და წააქციო და ცოტა ეს რაღაცა კაბა აუწიო. მეუთხე რას ნიშნავს ეს მეთქი? აი წარმოიდგინეთ ეხლა ღიმილს ამგურის ეს, მაგრამ ესენი სერიოზულად ლაპარაკობენ ამას და მიუხედავად იმისა, რომ მე ასაკით კიდევ გიმეორებთ, პატარა ბიჭი ვარ, კაცო. აი აღარ მინდა ხოლმე ეს ლექსი ვთქვა, მაგრამ აი შუა საუკუნეებში დაწერილი ლექსი, მაგრამ ნარგიზი და ვარდია, გონება და ქონება ერთად რომ ვერ ხარობენ, ალბათ გაგეგონებაო. ასე რომ, კიდე აქ ამას მეორე კუპლეტი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ნუ ღიმილის მომგვრელი იყო, მაგრამ არ გამოუხატე, კაცო, ეს საშიში ხალხია. ხო და მე ვთხარი, რომ ახლა ეს გადასაწყვეტი საქმეა მეთქი, ეს უნდა დავფიქრდე მეთქი ამაზე, ახლა თანამათი შემეშინდა, ახლა შემეშინდა რა, ახლა კიდე გეუბნებით, შიშარაკი არა ვარ, მაგრამ ახლა ეს ხალხი გადავიკიდო კიდე. წარმოიდგინეთ რა გამიმხილეს და ახლა მე რა ვიცი ესენი ხვალდაზე გრას დამიგეგმავენ, მით უმეტეს წინა დღეებში, ესე იგი ღამით ის ამ მქონდა მომხდარი, არ ვიცი, ესე იგი რაღაცა ხმაური გავიგე კართან და ნუ მივედი, ესე იგი ამოვიცვი ეს რა ქვია სპორტული შარვალი და გამოუხსენი კარ და ვიღაცა გაიქცა კიბეებზე და გამოვეკიდე და რომ გამოვეკიდე წინა დღეებში იყო ეს მომხდარი, რამდენიმე დღით ადრე და რომ გამოვეკიდე ეს კაცი გაიქცა და ჩვენს ამ კორპუსის წინ იყო ერთი საკუთარი სახლი და ეზო და ამ ეზოს იმას რა ქვია ამ შემოღობილი ხო აკაცო ეზო და გადააყდა ამ ღობეს რაღაცნაირად ძალიან სწრაფად გაიქცა და იმ სიბრელეში ვერ გავარჩიე ვინ იყო ზურგით და მეორე დღეს ქუჩაში დამესხა ესე იგი მილიცია თავს და დამიჭირეს რომ მივედი იქ წამოდგა ესე იგი კაცი ვიცნობდი ახლა ის ჩვენი უბნის რწმუნებული იყო და შენო ბიჭო ვისაგინებდი წუხელ და ვის მისდევდიო ხო და მაშინ გავიგე ესე იგი უბნის რწმუნებული იყო მოყურადებული ჩემს კარებზე ესე იგი ეს ხმაური რო გავიგე წარმოიდგინეთ შუაღამისას და ნუ აი ასე დღეში ვიყავი რა და რამდენიმე დღის მომხდარია ეს ამბავი და მე ვთხარი უნდა მოვიფიქრო მეთქი ეს ახლა ისეთი რამეა რომ ეს ხო ჩვენ ამასო გავაგზავნითო მოსკოვშიო მერეო განიხილავენო ამასო ცენტრალურ კომიტეტშიც გავაგზავნითო შენ დაგიჭერენ რა თქმა უნდაო მაგრამო ჩვენ ჩავაწყობთო ყველანაირადო ჩვენ მარტო არა ვართო სამნიო არის ბევრი ხალხიო გადაიხდისო ამ ფულსო რამეო და დაგიხსნითო იქიდანაცო 50000 მანეთსაც ჩაგახუტებთ კაცურად რომ გამოხვალო ეხლა წარმოიდგინეთ რა ეს ის პერიოდია როცა ამ კანონიერ ქურთან ურთიერთობა მაქვს მეგობრობ და ყოველთვის მახსენებს როცა შევხვდებით ეს ქურდი რომ თამას ზამიკო შენ ალალი ადამიანი ხარო რა და მინდაო რომ კარგ გზას დაადგეო და ახლა ეს მილიცია და ის რო გაწუხებსო შეიძლება მოხდეს ცხოვრებაში ისეთი რამ რომ რაღაცა საქმე დაგაბრალონო და აქ კიდონო ასე ვთქვათ რა როგორც ეს ჟარგონულად იხმარება ხო და ციხეში გაგიშვანო ციხეშიო შენ არიცი რა ხდება იქ ცოტა მგლური კანონებიაო და ამიტომ შესვლისთანავე განაცხადე რომ შენ ჩემი პატარა ძმა ხარო იქ აუცილებლად იქნებიან ქურდებიო იქ აუცილებლად ის ხალხიო რამეო და ნუ თუ დამიკავშირდება ვინმე ხო კარგი თუ არა და ყოველ შემთხვევაში შენ უბატონოდ ხმას ვერავინ ვერ გაგცემსო ეხლა წარმოიდგინეთ ეხლა ეს ამას მეუბნება კაცი რომელიც ანგრევს მთელ საბჭოთა კავშირს კინაღამ და მე რას მეუბნება რომ მე მაქვს იმის უფლება განვაცხადო რომ მე ამის პატარა ძმა ვარ და ციხეში შევიდე იმის გულისთვის რომ რაიკომის დივანი ესე იგი
ცოლი წამოაქციე კიბეებზე და წარმოიდგინეთ. ეხლა ეს ახლა კი ღიმილს გურის, მაგრამ აი ეს ხალხი განიხილავდა ამ საკითხს სერიოზულად და რაში მაყოფინებდა თავს. ეხლა ციხეში შევიდე და გამოაცხადო, რომ ამა და ამ კაცის პატარა ძმა ვარ მე. აი მეტი სირცხვილი შეიძლება რომ არსებობდეს ეხლა აი ამ იარლიყით შედის, არ ვიცი და ერთი სიტყვით ბევრი რო არ გავაგრძელო ამ მთელი ამბების შემდეგ იმისი რას ფიქრობ, დაიცა მოვიფიქრებ იმას ამას და მე მომიხდა მონასტერში წასვლა. ვიცოდი ეხლა იმ რაიკომის დიუნის სახელი და გვარიც მითხრეს, ვინ იყო, რა იყო, როგორ იყო, რა ხდებოდა ის ეს ყველაფერი გამაცნეს, რა თქმა უნდა. სიტუაცია შეიქმნა ისეთი, რომ არ მომესმინა, იქ იძულებული გავხდი, რომ მომესმინა რა და მე საერთოდ არ მაინტერესებდა ეს როგორც დაიწყეს ამაზე საუბარი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოისმინე ბოლომდე და ვიცი. გავიდა წლები, მე იცით ახლა ჩემმა მსმენელებმა რუსეთში მომიხდა წასვლა, გარკვეული ხანი გავატარე იქ წლები და რამე და ჩამოვდივარ საქართველოში და ჩამოვდივარ საქართველოში უკვე კაცი ვარ, კაცო, ჩამოყალიბებული ყველანაირად, არაფრის აღარ მეშინია იქით თუ აქეთ აბსოლუტურად და მაშინ უკვე სხვა წინააღმდეგობები შემხვდა და არა ისეთი, როგორც მაგალითად ბავშვობაში, თუმცა იყო ხოლმე რაღაცა პატარა ეპიზოდური რაღაცები, მაგრამ ამას ვართმევდი თავს, იმიტომ რომ მაშინ უკვე მყარად ვიდექი, ასე ვთქვათ, ფეხზე და მიმაგრებდა ბევრი რამე ზურგს, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ მე უკვე კარგად ვიცნობდი ცხოვრებასაც და საკმარისი ისიც მქონდა, რომ ყველანაირი ცოდნა, რომ მე გამერთვა თავი იმისთვის, რომ ეს როგორ და ის როგორ და არაფრის აღარ მეშინოდა ერთი სიტყვით რა. რომ ასეთი რაღაცაში ვიღაცა რაღაცაზე ხელწამოსაკრავის გავხდებოდი. ხო, თანაც ახლა რუსეთიდან გარკვეულწილად გაკაჟებული დავბრუნდი იქ ყოველ დღეს, ესე იგი ცივი წყლით ვიბანდი, ვარჯიშობდი იქ, უმრავლესობა მაშინ რუსებისა ვარჯიშობდნენ, ასე ისე და ერთი სიტყვით დავბრუნდი ძალიან გაძლიერებული ადამიანი, ყველანაირად მომზადებული და ცხოვრება უნდა დავიწყო ასეთი ადამიანი დავბრუნდი და მივედი იმ ძველუბანში, სადაც ცხოვრობდი რა და მივედი და მოვიკითხე ეს ხალხი, ბევრი რაღაცები იქით მოვიკითხე, ის გარდაცვლილა, ის ხო და მოვიკითხე ის ხალხიც, რა თქმა უნდა, ჩემს სადარბაზოში რო ცხოვრობდა ის კაცი. მითხრეს, რომ ინსულტებით დაიხოცნენ. ერთი ინფარქტით მოგდა, ორი ინსულტით. ახალგაზრდობაში ეს ხალხი, ეს საქმოსნები. თქვენ წარმოიდგინეთ, დავინტერესდი იმ რაიკომის მდივნით. ეხლა იქ ვერ მეტყოდნენ ამას, მაგრამ დავინტერესდი მე და ეს 2 თუ 3 წლის შემდეგ ჩემი წამოსვლიდან და წასვლიდან ცენტრალურ კომიტეტში გადავუყვანიათ. იმ რაიკომის მდივანმა ამათი არსებობა საერთოდ არ იცოდა, ვინ იყვნენ და რა უნდოდათ. შეეწირნენ ესენი ბოღმას, შეეწირნენ ესენი აი მტრობას, რაღაცა ადამიანის მიმართ ესეთ ცუდ იმას, რა ქვია, ზრახვებს, რომლებსაც ესე იგი ამ გეგმებს აწყობდნენ, როგორ გაენადგურებინათ ეს მდივანი, რაღაცას საშუალებებს არ აძლევდათ, იმ საქარხნო რაღაცა რაიონი იყო და აი ამ ყველაფერს შეეწირნენ და ამ დროს იმ რაიკომის მდივანმა არაფერიც არ იცოდა ამათ შესახებ, ესენი რას აკეთებდნენ, რა უნდოდათ და როგორ უნდოდათ ცენტრალურ კომიტეტში დააწინაურეს ის კაცი და გადავიდა. აი ესე დამთავრდა ამ ხალხის ცხოვრება და მოღვაწეობა, ასე ვთქვათ. მე ძირითადად იმას გავუსვი ხაზი, რომ განსაკუთრებით უპატრონო ახალგაზრდებო, კარგად დამიგდეთ ყური. თქვენს წინაშე მდგომი ადამიანი, როდესაც ხართ უპატრონო, 80 ალბათ,
19% თქვენს გამოყენებას შეეცდება. მას კარგად დაიმახსოვრეთ. არავითარ შემთხვევაში იშვიათია ადამიანი, რომ აი კარგი მოინდომოს, თანაც თუ რაიმეს გთავაზობს, რაიმეს სანაცვლოდ. ის თავის თავზე ფიქრობს ამ დროს. ეს კარგად დაიმახსოვრეთ. 100-დან 100%, როდესაც რაიმეს გთავაზობს ადამიანი, ის თავის თავზე ფიქრობს რაღაცის სანაცვლოდ. ამიტომ ეს არც კი განიხილოთ. თორემ გაუბედურდებით და გაგაუბედურებთ, ის შეიძლება იმ ერთმა მომენტმა თქვენი ცხოვრება დაამთავროს. ასე რომ მინდა ყველას გისურვოთ სიკეთე. არ არსებობს ადამიანი, რომ მე მისთვის კარგი არ მოვინდომო. ერთადერთი შეიძლება ახლა ვინმე ჩემთვის შეურაცხყოფა მოუყენებია და შეიძლება რაღაცა კაცი შეიძლება გაუსწორდე იმას რაღაც ამბავში, მაგრამ ბოროტულადაც არ მიყვარდა, ახალგაზრდობაშიც არ ვიყავი ისეთი კაცი, რომ რაღაცა შეიძლება ვიღაცისთვის შეუმეწყო და დამთავრდებოდა ეგ ამბავი. არავისზე არ გამყოლია გული, რომ ვიღაცას აი რაღაცა მიმაჩნია იმათ და გულში არ ჩაიდოთ ცუდი, ცუდს არ შეაწუხებინოთ თავი. გავნებთ ეს ცუდის დამახსოვრება და თქვენ წარმოიდგინეთ, ადრე ჩავწერე მე ვიდეო, კარგიც კი არ დაიმახსოვროთ, რაც თქვენ გაგიკეთებიათ ის კარგი. გაივიწყეთ ყველაფერი. თუ რაღაცას გაიხსენებთ, რაღაც ამბავს, კარგი გაიხსენეთ, კარგად გაიხსენეთ და არასოდეს აი ბოლმით იმით არ იყოთ შეპყრობილები, თუ გინდათ რომ გაიმარჯვოთ. გიყვარდეთ ადამიანი პირველ რიგში ღმერთი, მასეცით თაყვანი და პატივი და შემდეგ ის გავალებთ, რომ უნდა შეიყვაროთ მოყვასი თქვენი, ვითარცა თავი თქვენი. ასე რომ ამ სიყვარულს გისურვებთ. ნახვამდის.